Ქრისტე აღსდგა. Ქრისტე აღსდგა. Ქრისტე აღსდგა. აღდგომის სიხარულია ეკლესიაში და მაცხოვრის აღდგომასთან ერთად ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენც ავსდგეთ სულიერად. როცა ადამიანი ცოდვაშია, კვდება მადლისთვის, კვდება ღვთისთვის, კვდება სიკეთისთვის და ცოცხალია ყოველგვარი უწმინდურებისა და უსჯულოებისთვის. და ჩვენი აღდგომაც მოხდეს, ჩვენი განახლებაც მოხდეს. და დღევანდელი სახარებაც ამ განახლების შესახებ გვეუბნება. უფალი მიდის სამარიტელების ხარეს, კერძოდ სუქარში, სადაც არის ჭა, იაკობ მამამთავრის მიერ შექმნილი, ამოთხრილი და აქედან სვავდა ის და შუადღეა, დამაშველი უფალი მოდის ამ ადგილას მოწაფეებთან ერთად და შემდგომ მოწაფეები წავლენ, რომ ქვეყნიური საკვები იყიდონ და მარტო რჩება უფალი და ეს დედაკაცი. და საინტერესო ის არის, რომ ებრაელთა წიაღში მოვიდა უფალი. ისინი ნახავენ ჭეშმარიტებას იმ დროს. და ებრაელები სამარიტელებთან არანაირ ურთიერთობაში არ შედიოდნენ. საშინელი შუხლი და უსიამოვნება ჰქონდათ ერთურჩი. და რატომ იყო ეს? ებრაელები როცა გაასახლეს და ბევრჯერ მოხდა მათი გასახლება, ამ ადგილებში მოიყვანეს სხვები და ხშირი შემთხვევა იყო, რომ ლომები დაეცემოდნენ ხოლმე მათ და იტაცებდნენ ხალხს და იფიქრეს, რომ წარმართები იყვნენ. აქ ვინ ცხოვრებდაო, ამათი ღმერთი გვიწყრებაო და მოინდომეს, რომ შეესწავლათ ადგილობრივი ხალხის რწმენა და მიიღეს მოსეს 5 წიგნი. ანუ რჯული მიიღეს. თუმცა არ დაუტევეს თავიანთი წარმართობა. და როცა მოისურვეს, რომ დაანგრეული ტაძარი ებრაელებთან ერთად აეშენებინათ, ებრაელებმა მათი ხელი არ მიიკარეს. ისინი გაბრაზდნენ და გერეზიმის თაზე ააშენეს ეკლესია და მათ სექსტანტებად და თქვა დღევანდელი ტერმინებით რომ თქვა ერეტიკოსებად მიიჩნევდნენ და იყო შუღლი დიდი. ისინი იერუსალიმში სცემდნენ თაყვანს ღმერთს, ესენი გერეზიმის თაზე და დიდი განსაცდელი და განხეთქილება იყო. და უფალი კი არერიდება მას და მოდის და ესაუბრება ამ ქალს. და ეს ქალი შუადღეს მოდის, ერთოდ იცით რომ ძალიან ცხელა ისრაელში და დილას საღამოს მიდიოდნენ ხოლმე წყალზე. შუადღეს შეუძლებელია და ეს ქალი მეძავი იყო დაერიდებოდა ხალხს, ხვენოდა ხალხის და შინაგანი ცენზი ჰქონდა, სინდისი ამხელდა. თუმცა ცოდვას ვერ ედეოდა, მაგრამ არ იყო უტიფარი, ხალხში არ გამოდიოდა. და მოდის რომ აი წყალი აიღო და უფალი კიდევ მას ესაუბრება პირველად წყლის შესახებ. მერე ესაუბრება მადლის შესახებ. მერე ცოდვის შესახებ ესაუბრება უფალი ღმერთი ჩვენ და მერე ეუბნება რომ ის არის მესია. რაც არ უნდა ცოდვილ მდგომარეობაში იყოს ადამიანი, უფალი მასთან მიდის. არავის არ ტოვებს და არავის არ უარყოფს. თავარი არის მიმღეობა. ნელ-ნელა უცხადებს მას ჭეშმარიტებას. და ეუბნება რომ თავარი არის ის კი არა რომ შენ წყალს სვავ და აქედან წყალი მიგებ. თავარი არის მადლი, ღვთის მადლია. და ეს მადლი არ ქონდათ ძველი აღთქმის ეგრეთ წოდებულ მართლებს. მათ წმინდა წერილიც იცოდნენ, ზედმიწევნით, მარხულობდნენ, ლოცულობდნენ, მაგრამ მკვდარი იყო მათი რწმენა. აი ამ მეძავმა და ნახევრად წარმართმა ქალმა მოусმინა უფალს. შეკითხვები დაუსვა და გაიგო და უფალმა თავი გაუცხადა. და ისინი კიდევ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ხალხს აკეთებდნენ, რომ ქრისტე ჯვარს ეცვათ, უფალო შეგვიწყალეთ. ყველა მის სიტყვაზე ესე იგი ემართებოდა საშინელება, მიუღებლობა ჰქონდათ საშინელი და ჯვარზეც გააკრეს უფალი. აი როგორი კონტრასტია.
ერთნი თითქოს ღვთის მიმყოლნი და მიმდევარნი, მეორენი ნახევრად წარმართ და ცოდვილ ცხოვრებაში მცხოვრებდი, მაგრამ ერთი მიმღებია და მეორე არ არის მიმღები და საკვირველია რატომ? გულია მთავარი, გულია მიმღები მადლისა. მეექვსე გრძნობას იტყვიან, ხუთი გრძნობით ადამიანის სამყაროს აღიქვავს და უკავშირდება და მეექვსე გრძნობით, ანუ გულით ღმერთო. ღრმებივით იყავითო უფალი ეუბნება მოციქულებს, ანუ ბავშვივით სუფთა გული უნდა გქონდეს. რამდენი ფილოსოფოსი და მეცნიერი და ბრძენი ცხოვრობდა ოკაში, როცა უფალი მოვიდა და მათ არ მიიღეს უფალი. წმინდა წერილის ცოდნებმაც კი არ მიიღეს უფალი. და უბრალო ხალხმა მიიღო. მეთევზეებმა მიიღეს გულის სისუფთავის გამო. გულია მთავარი სულიერ ცხოვრებაში. და მათ ეს არ ქონდათ, გაქვავებული ქონდათ, გაამპარტავნებული და გასასტიკებული გული. ამ პარტავან შემოსრას უფალი და მდაბალთა მოსცემს მათ. აი ეს ჭირდება ადამიანს. და დღეს რამ მდგომარეობაში ადამიანი, აი მკვდარი რო ნახო. მკვდარსაც აქვს ხელები, ფეხნი, თვალები, სასმენელი, მაგრამ მოკიდავ ხელს და ცივია, არ მოძრაობს, უსულოა. რაც არ უნდა, ბევრი კანონები იკითხო და დიდად იმარხულო და ღვთისმოსაური სახე მიიღო. თუ არა გაქვს მადლი სულისა წმინდისა, მკვდარი არის ასეთი რწმენასა და ასეთი ცხოვრებაც ადამიანის. მადლი სჭირდება, ღვთის მადლი სჭირდება ადამიანს. აი ამ მადლის შესახებ ესაუბრება უფალ და ანიშნებს, რომ ცოდვილი ცხოვრებით და განსაკუთრებით მრუშობით და მეძაობით ადამიანი მადლს კარგავს. სხვაგან ამბობს უფალო, ვინც გულის თქმით შეხედაო, მან უკვე იმრუშაო. ანუ სურვილით, ვილწის სურვილით რომ შეხედა, მან უკვე იმრუშაო, ასე ამბობს. აი ამიტომ მიდის ამ მეძავთა რომ გვაჩვენოს ჩვენ რომ ეს არის ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი, ასე წერენ მამები. ყისიერად ტოვებსო სულიწმინდის მადლიო მრუშებსო. ყისიერად განეშორება მასო. თეოდორას ცხოვრებაში, წმინდა თეოდორას ცხოვრებაში, რომ რუშობის ეშმაკი ეუბნება, არავის ერთად აღებულ ყველა ცოდვას იმდენი არ წარუწყმედიაო, რამდენი მე წარუწყმიდეო. ყველა ცოდვა რაც არსებობს დედამიწაზე რომ შეაერთო, იმდენი არ წარუწყედია რაც მრუშობას და არა მარტო ფიზიკურ მრუშობას, არამედ თვალით, გულის თქმებით შეხედვაც კი და ფიქრებიც კი ცოდვა. ერთ-ერთი ახალგაზრდა მონასტერში გაზრდილი გარდაიცვალა და იღუმენიას ნათესავი, წინამძღვრის ნათესავი და ფიქრობდნენ რომ აი წმინდად გავზარდეთო და ცხონდებოდაო. და გამოეცხადა ეს ბავშვი უფალმა ინება და ეს ახალგაზრდა და მაწვილი ქალი და მე კი სასუფეველში კი არა ვარ ჯოჯოხეთში ვიტანჯებიო, ბილწი ფიქრებით ტკბებოდიო გონებაში და გულის თქმებით სავსე ვიყავი და არ ვინანიებდიო, მოუნანიებელი წავედ და წარწყმდიო. აი როგორი არის ეს და უფალი გვანიშნებს რომ შეიძლება გარეგნულად ასრულებდე, შეიძლება ცოდვაც კი აღკვეთო, მაგრამ სურვილებს და როგორ აღკვეთავ გულის თქმებს მადლის საშუალებით. აი ამ მადლის მძებნელი უნდა იყოს ადამიანი. ამ ჭასთან მისული ქალი, ეს ჭა ძველი აღთქმის სიმბოლოა. მაშინ ადამიანები სულიერ წყურვილს ვერ იკლავდნენ. ეს ჭა სახი ამქვეყნიური სიამოვნებისა. ჩაცმარი ესა თუ ჭამარი თუ პატივია თუ დიდება თუ რაღაცა ამქვეყნიური სურვილებია. მაგრამ ადამიანი ისე მწყურვალია, როგორც ეს ქალი წაიღებდა წყალს და ისე მოსწყურდებოდა. რაც არ უნდა დაიკმაყოფილოს ადამიანმა ამ ქვეყნიური სურვილები, მაინც მარტოა, მაინც ღარიბია. ყველაზე მდიდარ ქვეყნებში არის ყველაზე მეტი სუიციდი, ანუ თვითმკვლელობა. იმიტომ რომ ღვთის გარეშე ადამიანი ობოლია, მიტოვებულია, აერაფერში ბედნიერებას ვერ პოვის, დალევ წყალს ისევ წყურია. რაც არ უნდა მიიღო ამ წუთისოფზე, ისევ მშიერი სულიერ რჩება ადამიანი.
მხოლოდ მადლი ღმერთთან შეხვედრა ანიჭებს სავსეობას და ეს ქალი აი ამის მთელი კაცობრიობის სიმბოლო, რომელიც მიდის წყალთან და ისევ წყურია და ამიტომ უფალი სწორედ ანიშნებს, რომ სიცოცხლის წყალი უნდა მიიღო, რომ აღარ აქვს წყუროდესო. აი ამაშია საქმე. ღვთის მადლისთვის უნდა დადიოდეს ადამიანი ეკლესიაში. ეს არის მიზანი ადამიანის. აი რო წერია ითხოვდე და მოგეცეთო, ეს ის კი არ არის რაღაცა მიწიერი ითხოვოს. სულიწმინდის მადლი უნდა ითხოვოს ადამიანი. ღვთის მადლს უნდა ეზიაროს ადამიანი და გადარჩეს, ისე არ არის გადარჩენა. და აი ამ ქალმა რა გააკეთა, ის საოცარი რა მოხდა, რომ გამოიძია, რომ დაინტერესდა, აი საოცარი არის. ჯერ მოგზაური ეგონა ვიღაც, მერე წინასწარმეტყველი ეგონა, მერე მიხვდა რომ მესია იყო. ჯერ ღმერთი შორეულია ხოლმე ჩვენთვის. მე რაღაცას რო ვიგებთ, მერე საინტერესოა და თუ მეტად გაიგო ადამიანმა ღმერთთან ხვდება, რომ ის არის სიცოცხლის წყარო და რას ნიშნავს მარტო გაიგო ამ ქალმა ეს, რისთვისაც მოვიდა წყლისთვის, ანუ ამ მიწიერისთვის მოვიდა, ჭურჭელიც დააგდო და წავიდა. ანუ ადამიანმა თუ ღმერთი გაიგო, აი ეს თავისი ძველი ცხოვრება უნდა დააგდოს. აი ეს არის მთავარი. დატოვა და სხვებთან გაიქცა და ეუბნება წადითო ნახეთო. ყველაფერი მითხრა ჩემზო, რა უთხრა, 5 ქმარი ყავდაო. ეს მე-6 რომელიც ყავსო, არც ის არის შენი ქმარიო. ანუ კი არ ამხილა უფალმა და ან კი არ განიკითხა, მიანიშნა სინანულისკენ მოუწოდა. სინანული სჭირდება ადამიანისა უფალს, ვინც ინანიებს და შეიძლება ხშირად უნდა მოინანიოს ადამიანი, ვინც ხშირად ამბობს აღსარებას, ვინც ფიქრობს რომ გამოსასწორებელი აქვს რაღაცა, აუცილებლად მოვა მასთან უფალი, როგორც ამ ქალთან მოვიდა და შეცვლის უფალი. თვითონ თავისთავად ადამიანი ვერ შეიცვლება უფალნა მოვიდეს. ამ ქალის გულს ხედავდა უფალი, გულთამხილავი და ხვდებოდა რომ მას შეცვლა უნდოდა. ვერ უწევდა წინააღმდეგობას ცოდვას და მივიდა და მიეხმარა. მივიდა და ნათელი დაანახა, მიზანი დაანახა, მერე ეს ქალი მოინათლა და ქრისტეს გულისთვის ეწამა კიდევაც მოწამის გვირგვინით შეიმყო თავი და მოწამის სისხლი დაიბანა მისი სხეული და სული განიბანა. აი ეს არის მთავარი, რომ ხშირი სინანულის გამოხატვა, რაც უფრო ადამიანები უახლოვდებოდნენ ღმერთს, მით უფრო ბევრ ცრემლს ღვრიდნენ. იოტოსოდენ პატარა ელემენტარული, პატარა ბაქტერიასავით ხედავდნენ ყველა ცოდვას და აძრწუნებდათ ეს ცოდვა. ხვდებოდნენ რომ კედელივით იყო ეს ცოდვა მასა და უფალს შორის, რომ მადლის მიღებაში ხელს უშლიდნენ და რომ სიწმინდე უწმინდურობაში არ მოდის, ღმერთი არ შეგეკითხება შენ რომ მოვიდეს, თუ ადამიანი მზად არის თვითონ მოვა სულიწმინდის მადლი და დაემკვიდრება ადამიანში. ეს ქარი არ არის რომ აქეთი კითხროდეს მომავები ამბობენ, მაგრამ შენ უნდა განემზადო და როგორ აი ეს ქალი რო წავიდა, მოვიდნენ მოწაფეები და ჭამადი მოიტანეს და უფალმა არ შეჭამა და უთხრა რომ მე მაქვს ჭამადიო, გაუკვირდათ ვინმე ხო არ მოუტანაო და ჩემი ჭამადი ის არისო, უფალი ამბობს რომ ღვთის ნება აღვასრულო. აი ეს არის მთავარი, ადამიანს საკუთარი ნებით და საკუთარი სურვილებით და უხეშად რო ვთქვა, საკუთარი ხუშტურებით კი არა უნდა იცხოვს რა მოუაზრად. ეგრე იცხოვა ადამმა და 64-დან გამოიდევნა. თავისი ნება აღასრულა და არა ღვთის ნება. ღვთის ნების აღმასრულებელი უნდა გავხდეს ჩვენ. აი ეს არის მთავარი. რომ ადამიანი ღვთის ნებას, ჩემი ნება ეს არის. გეთსემანიაში ეძნელებოდა როგორც ადამიანს განკაცებულ ღმერთს, ის რაც ელოდა გოლგოთაზე დამარიდე ესასმესიო, მაგრამ იქვე უთხრა, იყოს ნება შენი. აი ეგ ამბობს უფალი. ჩემი მისია და ჩემი ჭამადი და თავარი ის არის ღვთის ნება ავასრულო და ამით ჩვენ გვასწავლის რომ თავარი ეს არის ღვთის ნების აღსრულება. და აი თუ ღვთის ნების აღმასრულებელი იქნება ადამიანი, მასთან მოვა მადლის სულისაწმინდის, რომ დაუტევებს, ჩვენ ვერ უტევებთ აი ამ ყველაფერს.
ისევ გვეძნელება, აი ტელეფონს ვერ გადადებს, იცით გვიანდება, ლოცვა აქვს დასაკითხი, იცის დაეზარება, ვერ ტოვებს ტელეფონს, ვერ ტოვებს რუშობას, ვერ ტოვებს პატივმოყვარებას, დიდების მოყვარებას, ნაყროვანებას, ვერ ტოვებს ადამიანი ამ ყველაფერს. ეს ხალიც ვერ ტოვებდა. ეს არის მთავარი, რომ ადამიანმა გაიგოს რა არის მთავარი მიზანი და ამ მიზანს გამოუდგეს. ეს მიზანი შეიწყნაროს. ესე იგი ამ გზაზე იაროს სულ, მტრუფალმა თქვა, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. შეგვეწიოს ღმერთი, რომ ჩვენც ვიყოთ მიმღები მადლისა სულისაწმინდის. გარეგნული კი ბატონო, მაგრამ მკვდარი არის ეს ყველაფერი. უსიცოცხლოა. გარეგნულად ადამიანი გინდა მკვდარი იყოს, გინდა ყველაფერი სისრულით აქვს, მაგრამ ერთ საკლია სული. აი სიცოცხლის სული, სულიერი სიცოცხლის სული. ეს არის სულიწმინდის მადლი და აი ეს ეძებეთ, ამ მადლის მძებნები იყავით. და რომ არასოდეს წყუროდეს, ასეთი მადლის მიმღებს აღარ სჭირდება არც მილიონები, არც მილიარდები, არც 100 სახლი, არც მილიონი ტანსაცმელი. როცა ღმერთი მასთან არის, მას ყველაფერი აქვს. ამ სამყაროს შემოქმედი, ამ სამყაროს სილამაზისა და სიმდიდრის და სიკეთის შემოქმედი თუ შენთან არის, ყველაფერი გაქვს. არაფერი გვაქვსო და ყველაფერი გვაქვსო. იმიტომ რომ მადლი სულისაწმინდისა იყო მათ. მათ არაფერი არ უნდოდა იმახსოვს. უწმინდესი ყვებოდა, რომ აფხაზეთის მთებიდან, იცით, უწმინდესი მიტროპოლიტი იყო თავის დროზე წყում აფხაზეთელი და მონაზვნები მოდიდნენ, ორი და იყო. ისეთი დიდები იყვნენ, აი ერთ-ერთის გარდაცვალება რო იყო, ხდელი იმ მთებში, მაღალ მთებში აფხაზეთისა, ჩვენი მიწისა, ხდელი უცებსად მოდიოდა და ეს უკვე გასვლაზე იყო. და ანგელოზები მოვიდნენ და მათ აზიარეს უწმინდესგან აქ მოსმენელი და აი ესეთი საოცარნი იყო და ესენი თავის დროზე უწმინდესთან ჩამოვიდნენ სტუმრად და ყვებოდა, რომ უთხარიო, რა გჭირდებათო? მე გაგატან თქვენ, რა საჭიროება გაქვთ და ისეთი სიხარიბე გქონდათო, რომ აი ღუმელიც კი ფეჩს რო იტყვიან ხოლმე უბრალოდ ხალხში ღუმელი. თიხისაგან გქონდათ აშენებული რკინისა ვერ შეიძინეს. აი საშუალება იყო რომ უწმინდეს ყველაფერს მიცოდა. გაოცებულება შემოყვება. რა უნდა გჭირდებოდეს უწმინდეს? არაფერი ჩვენ არ გვჭირდება. რატომ არ გჭირდებოდა? ღმერთი იყო მათთან. მადლს გრძნობდნენ. ესე ფორმალურად კი არა ჩვენთანაც ღმერთი არც დაიყოთ. ნამდვილად იყო ღმერთი მათთან და ისინი ღმერთში იყვნენ და არაფერი უნდოდათ. თავი იყო ღმერთი მათთვის. აი ამაში იყვნენ ისინი გამარჯვებულები, არ შეცდნენ. აი სკავარადა მოყავდა დიდი ფილოსოფოსი უწმინდეს, მის საფლავზე აწერია. ამ წუთის სოფელმა მზდია და ვერ დამიჭირავ. ამ წუთის სოფელს არ შეწირეს თავისი ცხოვრება. ამ წუთის სოფლის სიკეთების მოგროვებაში არ გაატარეს ცხოვრება. სულიწმინდის მადლი ეძებეს და ეს მადლი მოიპოვეს და ვინც მადლს შეხვდა და ვინც მადლი მოიპოვა, ყველა წმინდანი. აქედანვე იწყება სასუფეველი. შარავანდეთები ადგათ თავზე ყველა წმინდანს ხატებზე. ეს ნიშნავს, რომ მათ მადლი მიიღეს. თუ აქ არ შეხვდი მადლს, აბა იქ როგორ შეხვდები? აქ თუ არ ეზიარი და აქედან თუ არ დაიწყე მათთან ურთიერთობა. და ეს ითხოვეთ, რამდენი სათხოვარი გაქვს და პირველი ეს უნდა ვთხოვოთ, რომ მადლი სულისაწმინდისა მოგვეცეს ჩვენ. მადლის სადგური ვიყოთ. ხშირი ახსარება ვთქვათ, ვინც ფიქრობს, რომ გამოსასწორებელი არაფერი აქვს, მოსანანიებელი არაფერი აქვს, ყველაზე დაღუპული და საწყალი ის არის. ის არის ზუსტად იმ ფარისეველები წიგნობრებივით, რომ ყვიროდნენ აღიღე ჯვარსაცვი, ის ადამიანი ღმერთს არ იღებს. ვინც სინანულშია, ვინც ხედავს თავის უძლურებას და უბადრუკობას, ნაკლოვანებას და ცოდვებს, თუნდაც გულის თქმებით, სურვილებით, იმიტომ რომ ფალმა თქვა, რომ გულის თქმის თუ შეხედეო, შენ უკვე იმროშეო. სოფრო უთხრა ადამიანს და რა კავდა, ანუ შეურაცხყოფა მიაყენო, გიჟორო უთხრა. გენის ცეცხლის თანამდები ხარ. რა დაუდევრად ვლაპარაკობთ ხოლმე ხშირად სხვებზე. უფალი ამბობს, რომ შეურაცხო, გენის ცეცხლის თანამდები ხარო.
ამას არ კითხულობს ადამიანი. ესე ზერელეთ ცხოვრობ ჩვენ. რამდენი რამე გვიშლის უფალთან ვისვლაში. არც ერთ სიტყვას არ აკონტროლებს, ენას არ მწყემსავს ადამიანი. არც თვალს არ მწყემსავს და არც ყურს. არც თავის სხეულს წყემსავს ადამიანი. დაუდევარი. ვეტყვი უფალიო, წადი ჩემგან წყეულოც ეს სამას საუკუნეს არ გიცნობ თქვენ. აი ეს სიტყვები არ გაგვაგონოთ. ვინ არ გაიგონებს, ვინც მადლის მძებნელია და ეს მადლი იყოს თქვენთან და ყოველთათან. ამინ. შეგახსენებთ, რომ დიდი მოციქულის ანდრიას ხსენება, ორჯერ იხსენებს მას ეკლესია, ერთხელ 13 დეკემბერს, ერთხელ კიდევ აი 12 მაისს, რადგან ჩვენ მისი განათლებული ერი ვართ. მან იქადაგა ჩვენში ქრისტე პირველი ქვა სულიერობის საფუძველში მან დადო, პირველი თესლი მან ჩათესა. მასზე დამყარდა ყველა და მის ნაქადაგებზე მოვიდნენ სხვები და განაძლიერეს წმენა, მაგრამ პირველი მაინც ის იყო. ანდრია მოციქული საყდარია ჩვენი, აი თუ რომში იტყვიან ანტიოქიაში, რომ პეტრე მოციქული საყდარზე ზისო ჩვენი პირველი იერარქი, ჩვენი პირველი იერარქი ზის ანდრია მოციქული საყდარზე და მე მინდა გთხოვოთ, რომ ეს არ არის უბრალო სიტყვები და რაღაცა ეს ფორმალობისთვის თქვა და არა. ნამდვილად უნდა ვითხოვოთ, რომ უფალმა მოგმადლოს ის ადამიანი, რომელიც იქნება ახსავსე მადლით, რომელიც იქნება საჭედ მყრობელი ჩვენი ეკლესიის, რომელიც ივლის იმ გზაზე, რომელიც გზაზეც ამბობს, რომ მე ვარო უფალი ამბობს, მე ვარო გზაო ჭეშმარიტების. ამ გზაზე მოდის ჩვენი ერთ და აი ამ გზაზე ატარებს ისე. და ესეთი ადამიანი ღვთისგან უნდა იყოს ხელდადებული და ღმერთმა უნდა მიანიშნოს მღვდელმთავრებს. აი ნათქვამია ხმა ღვთისა და ხმა ერისაო. მღვდელმთავრები ირჩევენ, მღვდელმთავრები თავის ეპარქიას, თავის სამრევლოებს, ანუ ერთს წარმოადგენენ. მათ ხმაში ღვთის ხმა გამოჩნდება. და აი ვინც გამოჩნდება და ვისაც დაადებს უფალი ხელს, აი როგორც მე-12 მოციქულად მატათა გამოირჩიეს, აი ესე ხდება გამორჩევა ეკლესიაში ხოლმე წყემსთავრისა, პატრიარქისა, მამამთავრისა და აი საღვთოთ იყოს, ღმერთისგან იყოს, სულიწმინდის მადლით იყოს ეს არჩევა და გამორჩევა და თქმა უნდა ასეც იქნება და ის დაბრძანდეს ანდრია მოციქულის ტახტზე, რომელსაც ესე იგი უფალი დაადებს ხელსა და იყოს აქციოს, ღირსი იყოს ისა და მას დაედგას მადლის გვირგვინი. ამინ. თამარობა არის ასევე, თამარობა და ხუთშაბათს და ჩვენ მეფე თამარს. რატო ვიხსენებ ბევრჯერ და მათ შორის მაისის თვეში, იმიტომ რომ როგორც მაისში სავსე არის სილამაზის და კეთილსურნელებით ქვეყანა, ვარდობისთვის იტყოდნენ მაისს, ჩვენში ასეთი სურნელებად აქცია და ასე ააყვავა სულიერად ჩვენი ქვეყანა მეფე თამარმა და მისი დიდები არის და განადიდებს ქართველი ოდითგან დროიდან და ჩვენს ესე იგი ხუთშაბათს განვადიდებთ საქართველოს მეფეს, წმინდა მეფეს თამარს. წმინდა თამარი, წმინდა ანდრია მოციქული და ყველაზე ციური წმინდანი შეეწიოს, ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენთაგანი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეკლესია, ჩვენი სინოდი, ჩვენი სამღვდელოება, ვერ მონაზონმა მრევლი, მთელი სამყარო დალოცოს ღმერთმა. ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა!